ამჯერად ვიმყოფებით სამშვილდის კანიონში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, თუმცა ტურისტულად ძალიან ნაკლებად ათვისებული, ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბში არ არის ათვისებული, როგორც ეკუთვნის ამ ტერიტორიას. დღეს ეს ტერიტორია ერთიანი ბუნების ძეგლის სტატუსით სარგებლობს, კანონმდებლობით დაცული ტერიტორიაა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ აქ უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც არქეოლოგიური, ისე არქიტექტურული. სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლს ქმნის მდინარე ქციისა და მდინარე ჭივჭავის მიერ ჩაჭრილი კანიონისებური ხეობა, რომლის ფერდობების სიმაღლე ზოგადღილა 300 მეტრამდეა. ფერდობებში გვხვდება ბუნებრივად ხელოვნურად და ნახევრად ხელოვნურად გამოჭრილი გამოქვაბულებით, რომელსაც თავდაცვითი დანიშნულებით იყენებდნენ სავარაუდოდ ჩვენი წინაპრები. სამშვილდის კანიონი არის კიდევ ერთი შესანიშნავი ნიმუში იმის, თუ ბუნების მიერ შექმნილი ეს გამორჩეული ღირსშესანიშნაობები, როგორ კარგად არის შერწყმული კულტურულ მემკვიდრეობასთან, როგორ კარგად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ ფაქტორებს იმისთვის, რომ შემდეგ უკვე აიგოთ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული ნაგებობები. ძალიან კარგი იქნება, თუ რაიმე სახის საინტერპრეტაციო ინსტალაციები მოეწყობა, რომელიც მოსულ ტურისტებს საშუალებას მიცემს, რომ მეტად შეიცნონ ამ ადგილის ღირებულება, მეტი ინფორმაცია მიიღონ და აქედან ისე არ წავიდნენ, რომ ბოლომდე არ ესმოდეთ ამ ადგილის ღირებულება. რაც ხშირ შემთხვევაში მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე არის ხოლმე პრობლემა. აი შენაცვლები კომპონენტი ყოველთვის ჭირს სამწუხაროდ, თუმცა იმაც ვიტყვი, რომ ეს საკითხიც მოგვარდება და ჩვენ რასაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურას ვეძახით, ჭეშმარიტად ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის სახე ექნება. უნდა აღინიშნოთ ისიც, რომ სამშვილდი არის თბილისთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 1 საათის სავალია თბილისიდან და ძალიან კარგი ობიექტად შეიძლება ჩამოყალიბდეს შემეცნებითი ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის, არქეოლოგიური თუ სამეცნიერო მიმართულებებით საინტერესოს განსაკუთრებით მათთვის. ასევე რა თქმა უნდა შესანიშნავი პეიზაჟები იშლება მთლიანად კანიონზე. აქ გამორჩეული ბიომრავალფეროვნება, მოკლედ მრავალმხრივ საინტერესო, მრავალმხრივ დატვირთული და გამორჩეული ობიექტია სამშვილდის ნაქალაქარი, ყველას გირჩევთ აქ იმოგზაუროთ. ტრადიციულად შეახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის ერთგული მხარდამჭერია საქართველოს ბუნება და იმისთვის, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდოთ ხოლმე ვიდეოებს მომდევნო ღირსშესანიშნაობების შესახებ.